უჭოდ და არ იყოს სასიამოვნო თემა თავისით მოვიდა. ეს არის ის სკანდალი საჯების თემა, რომელიც ახლა ყველას პირზე აკერია, ვისაც ფეხბურთი უყვარს და ვისაც არ უყვარს იმათაც კი. მოხდა საოცრად არასასიამოვნო ფაქტი, იმიტომ რომ 8 საჯი, იცით როგორ არის, აღარ გავიხსენებ მე ცნობილ მოვლენებს, რამაც აღაშფოთა მთელი ქვეყანა მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, რომელიც მოხდა საჯი ლახსულების ტერიტორიაზე და მაშინ ითქვა ძალიან სწორი ფრაზა. ეს რო ყოფილიყო 1 და 2 იქნებოდა კონკრეტული პირების დანაშაული, მაგრამ ეს თუ იყო მასიური, დაერქვა, მაშინ გაჟღერდა პირველად ეს ცნება სისტემური დანაშაული, ხო? და მე ხა პოლიტიკას და სპორტს რა თქმა უნდა არ ვაიგივებ ერთმანეთთან, მაგრამ როცა არის 8 საჯი ხილებული და კიდევ რაღაც კუდები მიდის და კაცმარიცის რა მოხდება, ნეტამეტი არ იყოს. ეს უკვე სისტემური ეს არის მე მგონი დარღვევა. გამჯდარია. ხო, ეს რა იყოს რა 1 საჯი ან 2 საჯი და თავისთვის რაღაცას თაღლითობდა და განასუ რამდენი ქართველი მსაჯია. რა ვიცი, 8 საჯი თუ ამას აკეთებდა. და მე რა მიყვარს იცი კიდევ რომ აი ხა გადადგა და სწორადაც მოიქცა საჯების კომიტეტის თავმჯდომარე იქ მე კვარაცხელია გამოდის და ახაც ისე ამაყად და ისეთი გმირული ტონით გვეუბნებიან რომ აი ესენი მოიყვეთენ ფეხბურთიდან, ესენი დააკავეს სამართალო ორგანოებმა. გეგონება, იცით რა ხდებოდა, რომ სადღაც სხვაგან ხდებოდა ეს ამბები და ამათმა გამოააშკარავეს და ამათი, რა ქვია მას, გულმოდგინებით და ამათი მონდომებით იქნა რაღაც აღკვეთილი. არა და ეს მაგათთან ხდებოდა, მაგათ ოჯახში ხდებოდა, მაგათ დაქვემდებარებულ ხალხში ხდებოდა. იმის მაგათ რომ ბოდიში მოიხადო. არა, ბოდიში კი არა, ბოდიში რა თქვი და ბოდიში ამ საქმეს ბოდიშის მოხდა არის რაღაც ვიღაცის რო აწყენინებდა დანაშაულზე ბოდიში. იცი რა არის? პასუხისგებლობის გრძნობა. ვიღაცის პასუხისგებლობა ხო არის? გავიგე რომ ბატონი ზვიად სიჭინავა ამბობს რომ სპორტული მხარე მას არ ეხება თურმე, იმიტომ რომ არ იხედება და ეგ არ არის მაგის მხარე. ნაკრების თამაში და ნაკრების წვრთნელი მაგას თურმე არ ეხება. აბა მე ერთი რამ მაინტერესებს, ფედერაციის პრეზიდენტი საერთოდ რაში გვჭირდება, თუ კი მას არაფერი ამ ქვეყანაზე რაც ფეხბურთში ხდება, საქართველოს ჩემპიონატი მაგას არ ეხება. ეს დონე რო არ არის და დაბალი როა, ეგ მაგას არ ეხება. ნაკრები არ ეხება, ეს საჯებიც როგორც ჩანს არ ეხება და აბა რა ეხება ვერ გავიგე. რაც ეხებოდა ხომ მუშაობდა მაგრამ. რა უნდა მოხდეს ისეთი, რის გამოც იტყვის რომ აი ეს ჩემი ბრალია და ეს არ უნდა მომხდარიყო და მე ვიღებ პასუხისგებლობას. მე ასეთი რამე ვერ დავინახე. ერთადერთი ვიცი გუშინ საუბრობდით, რომ აი შოტლანდიის ნაკრები რომ ჩამოვიდეს სათამაშოდ და სახში რომ არ დავხვდეთ და სტადიონზე მოვიდეს და ჩვენი ნაკრებმა არ იცოდეს რომ დღეს შოტლანდიას ვეთამაშებით და აი მაშინ ალბათ შეიძლება მაშინ შეეხება, ხო? შეიძლება, ხო? ანუ ვიღაცას დაბრალდეს შეიძლება, არ ვიცი ეგეც. მოკლედ მე ეხა კონკრეტულად ზვიად სიჭინავას წინააღმდეგ გადადგომის და იმის არ გამოდივარ მიტინგით, უბრალოდ თან ცოტა ხანი დარჩა, როგორც ვიცი, იმიტომ რომ არის საუბარი, რომ სუპერთასი როგორც კი ჩატარდებაო, მას მერე წავალო, როგორც კი დამთავრდება სუპერთასის ირგვლივ ამბავიო და ამ სუპერთასზე კიდევ რაღაც კულუარული ამბები მომდის ისეთი, რომ ჯერ არ მინდა ვთქვა. იმიტომ რომ არავინ აღარ ახსენებს რაღაც ამ სუპერთასს. გაგიგონია ბოლოს ვინმე ამბობს, ან რამე მზადება მიდიოდეს, ან რაღაცა ხსენია? მეც არ ხსენია და დავინტერესდი ამით და რო ვიკითხე, თლად კარგი ამბავი ვერ მითხეს, მაგრამ ხა არ მინდა წინასწარ რომ რაღაც თქვა, იმიტომ რომ მე იმაში არ დამრალი პირიქით ძალიან მინდა ნეტავ აქ ჩატარდეს და დიდი სიხარულით მეც მივიღებ მონაწილეობას რაღაცაში თუ ჭირდება დახმარება. მოკლედ ამ საჯებს რო დაუბრუნდეთ, ეხა ეს არის მარტივი მექანიზმი, ხო? გიორგი, ხა ჩვენ ამ საუბარზე ვიცით. ეს სადღაც აზიურ, ან ოფიციალურ, ან არაოფიციალურ ტოტალიზატორში არის ჩაწერილი საქართველოს ჩემპიონატის რაღაც მატჩების პოზიციები, ჯარიმები, კუთხურები, ყვითლები, წითლები და ასე შემდეგ. არ ვიცი ეხა იქ ვინდა რა, იქაური, აქაური თუ რა ადამიანი აკეთებს ფსონებს და შოულობს იოლ ფულს და ამისათვის ყავს ალბათ მოკავშირე ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც თავის მხრივ გადის ამ საჯებზე და რაღაც ანაზღაურების
სანაცვლოდ ყვითლების და ჯარიმების და კუთხურების იქნება თუ არიორეშკას ვინ დაიწყებს ამის თანხის საფასურად აკეთებს იმის გარანტიას რომ ეს ისე დამთავრდება როგორც ის ვიღაც პირი დებს იქ სადღაც სინგაპურში ხო და სხვათა შორის ამოიღეს ფედერაციის პრეზიდენტის მოთხოვნით ამოიღეს საქართველოს ჩემპიონატი ქართულმა ტოტალიზატორებმა იცით თქვენ ეს ამბავი და ამითი საქმეში ჩაუხედავმა ხალხმა იფიქრა რომ კარგი გაკეთა იმიტომ რომ თამაშები აღარ ჩაეწყობა და იქ ვინ მალაიზიაში ვინ ამოიღებს ამიტომ მე მგონია ჩვენ ამ საქართველოს ტოტალიზატორებში თამაშების ამოღებით ხელიდან გაუშვით ის ძაფი რომელიც შეიძლება ახლა ხელში გვჭეროდა მალაიზიაში ვინ დადო ვერასდროს ვერ გავიგებთ ალბათ და ვერც დავსჯით იმას და ეს თანხა რო თქვა სიტყვაზე ქართულ ტოტალიზატორებში არაადეკვატურად დიდი თანხა რო შევიდეს ახლა პირველი ლიგის ან მეორე ლიგის ყვითლების ან რაღაც აუტების რაოდენობაზე ხო ეჭვს გააჩენს და ისიც გვეცოდინება ვისგან შევიდა და ვინ გაიტანა და უფრო მარტივი იქნება. ანუ ვითომ კარგი იქნეს რომ აქედან ამოიღეს და პირიქით ცუდი უკრა. პირიქით დაიმალა საერთოდ ყვალი და UEFA-სთან და FIFA-სთან ყველაზე აქტიურად ეს იტალიის სკანდალური მატჩები, სხვადასხვა ქვეყნის ჩაწყობილი შეხვედრები საიდან გასკდა? გასკდა იქიდან რომ ტოტალიზატორებმა აცნობეს FIFA-ს და UEFA-ს წინასწარ თამაშის დაწყებამდე რომ ესა და ეს თამაში საეჭვოდ არის დატვირთული, დიდი თანხები შემოდის უცნაურ პოზიციაზე და მიაქციეთ ყურადღება და მე იწყება აქედან მოკვლევა და ადგენენ ვინ იყო და რა იყო და მოусმენენ არის თუ რაღაცას იზავენ გაიგებენ. ამიტომ ტოტალიზატორი თვითონ როგორც ასეთი, ხო, რო ამბობენ რომ ტოტალიზატორები აწყობენო. ტოტალიზატორი პირიქით დაინტერესებულია რომ არ ჩაუწყო თამაში, იმიტომ რომ ტოტალიზატორი წააგებს იმ შემთხვევაში თუ ვიღაცამ თამაში ჩაუწყო და დაუდო დიდი თანხა და გამოიტანა, თორე ტოტალიზატორს რა მოგება, იმიტომ რომ თამაში ჩაეწყო, თავის თავში დადებს ფულს და მოიგებს? არა, პირიქით ხო. ხო და ამიტომ მე მგონია რომ ამ საჯების საკითხი მარტო ეს ტოტალიზატორზე დაარეკვებით და ყვითლების რაოდენობა რო იყოს რა უჭირდა მაგრამ ტური არ ჩაივლის და ჩემპიონატი არ ჩაივლის და საჯების შესახებ რო არ იყოს კაცრი შეფასებები გუნდებისგან, წვრთნელებისგან, ფეხბურთელებისგან, ჟურნალისტებისგან, მაგრამ წლებია გვესმის ქართული ფედერაციის ხელმძღვანელებისგან რომ საჯები ხელშეუხებლები არიან, საჯები მართლები არიან, ჯარიმებიც კი დააწესეს იმ წვრთნელებზე და ფეხბურთელებზეც საჯაროდ იტყო და საჯზე რაღაცა და აბატონო შედეგი მაგერა გაქვთ და მივიღეთ ის რომ საჯებმა ეტყობა დაუსჯელობის სინდრომი იგრძნეს და თქვენს რომ ჩვენ არაფერი აღარ გვემუქრება და ხო ნახეთ რა სადამდეც მივედით. ამიტომ საჯი არის ჩვეულებრივი ადამიანი, არავით არის ის მას ინდულგენცია არა აქვს შეცდომა დაუშვა მერე რა მოხდა საჯია, ისქნა პენალტი დანიშნა ტყუილი გამოგონილი მერე რა მოხდა საჯია, არ არის ეგრე მერე რა მოხდა კი არა ამ დიდი სპორტის ერთ-ერთი მონაწილეა და ყველაზე ნაკლებად საინტერესო. ყველაზე ნაკლებად საინტერესო ვინ არის საჯი. აქედან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს ასე კარგი მსაჯი თუ ხარ, საერთოდ არ უნდა ჩანდე თამაში. ვინ იყავი და რა ქენი იქ. ამიტომ თუ სხვა დროს უფრო კარგად მიუდგებით ამ საკითხს საჯობებს, ამ საჯებს რო ეხა უნდა მოკვეთონ და არ გააყარონ ფეხბურთს, ამას არ უნდა გულზე მუშტის და ჯიღის ცემა, მაგრამ ეხა ისეთი დანაშაულიც ალბათ რომ მაინდა-მაინც რაღაც დიდი გაატარონ იქ თუ დაუმტკიცდათ იმ შემთხვევაში ვამბობ, მე მგონი ამ შემთხვევაში თქვათ გაწირვა კი არ მინდა ხალხის ის სპორტში მაღიზიანებს ცუდი მსაჯობა, თორე ვიცემ პირობითები, მე ამის მომხრე ვიქნები და მეორეჯერ ფეხბურთს და სპორტს არ გააყარონ საერთოდ და ისწავლიან ჭკუას. ეხა არ ამგონია რაღაც დიდი ზარალი ქვეყანას მიდგომო და ამათ რამდენი ყვითელი ბარათი ამოიღეს, იმით უბრალოდ ეს იყო თაღლითობა და სპორტული აფერისტობა, რასაც ქვია და მაგაზე სასჯელს მიიღებენ ალბათ პირველ რიგში სპორტულს მე მგონი. და არც პირველები არიან და არც უკანასკნელები იქნებიან ეგრე. უკანასკნელები, კი ბატონო, გეთანხმები. მოკლედ ასე, ეს თემა გვაწუხებდა ყველას და ის ცოტა აგრესიამაც გადაგვიარა ახლა. უბრალოდ კიდევ ერთხელ ფედერაციას მივმართავთ, რომ რაღაცა რო ხდება თქვენ ორგანიზაციაში და
არის ასეთი ამბავი, ყველაფერს კარგი პიარისთვის როგორ იყენებენ, ვერ გავიგე, რომ გამოვიდნენ ახლა და თითქოს აი რა კარგია ეს რომ მოხდა და ჩვენ რომ გამოვაშკარავთ. წინასწარ ვიცოდითო, წინასწარ თუ ვიცოდნენ, პრევენციაზე რომ საუბრობენ, პრევენცია არის რაღაც რომ გააკეთე და დანაშაული არ მოხდება თორე თუ მოხდა რაღა პრევენცია. პრევენცია იქნებოდა რომ ეს ამბავი ეჭვი ქონდა მისულიყვნენ ამ საჯებთან და ეთქვა ჭკუით იყავით რაღაც ცუდი ამბები მოგდის თქვენზე და ეხა სამართალდამცავებს ეუბნებით და ამბავი და რაღაცა შეცდომა არ მოგივიდეთ. ეს სირაქლემას პოზიცია არ ვიცი, მაგვირევს მე დღემდე ხო. მოკლედ, კაი, გავანებოთ, მაგ იმედი ვიქონიოთ, რომ იმ თამაშებში, რომელსაც ჩვენ მივაქციოთ ყურადღებას, ჩავწერთ, არ ჩავწერთ, უყურებთ, ასეთი რამ არ მოხდება, რომელიც გავლენას მოახდენს პროგნოზებზე. ჩვენ პროგნოზისტები ვართ ყველაზე უფრო დაინტერესებული, სუფთა თამაშები იყოს. იმიტომ რომ ჩვენ ვამოწმებთ ჩვენ ცოდნას და ჩვენს ინტუიციას და ამაში ხელს საჯი შეგვიშლის ვიღაცის ცველი მწვრთნელი თუ სხვა რამე რა თქმა უნდა ჩვენს არ გვსიამოვნებს. მოდი ეხა